გამარჯობა. ჩვენ რამდენიმე გადაცემა მივუძღვენით შინსახკომის თანამშრომლებს, ჩეკისტებს, რომლებიც 37 წელს ამ რეპრესიებში მონაწილეობდნენ. და რამდენიმე კომენტარი იყო შემდგომში სოციალურ ქსელებში, თუ რატო არ ვახსენებდი სახელებს. სიმართლე ვთქვა, ეხლაც ვგონია, რომ სახელების ხსენებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ რას გვეუბნება ეს სახელები მეორეა, მაგრამ როგორც ჩანს ადამიანებს მაინც განზოგადოებაზე მეტად მაინც ურჩევნიათ, რომ რაღაც კონკრეტული სახელები ვახსენო, ამიტომ შემდგომი რამდენიმე გადაცემა მინდა სხვადასხვა ჩეკისტებზე ვისაუბრო და მათი სახელები და გვარებიც ვთქვა, იმიტომ რომ ეს არაფერი დასამალი ამაში არ არის და რადგან ეს მეტნაკლებად წაკითხული გვაქვს, ამიტომ შეგვიძლია მერე განვაზოგადოთ, იმიტომ თუ წაკითხული არ გაქვს, განზოგადებაც ვერ მოხერხდება. და დღეს დავიწყებ ესეთი მსგავს ჩეკისტზე საუბრით. ძალიან უცნაური ბიოგრაფიის კაცია და მის სისხლის სამართლის საქმეში სამწუხაროდ არ არის ფოტო. იმიტომ ხანდახან ამ ჩეკისტებს ფოტო რო არის, მერე გიჩნდება აი ადამიანური სახე აქვს ხოლმე ფოტოს რო ნახავ, ხვდები რომ ეს ადამიანი იყო და არის, როდესაც ფოტო არ არის და შენთვის მაინც წარმოუდგენელია თუ როგორ გამოიყურებოდა ეს ადამიანი. ნუ ამ შემთხვევაშიც ესეა, ფოტო არ გვაქვს და ამიტომ მე არ ვიცი როგორ გამოიყურებოდა ეს ადამიანი. თუ კვლევარი განსაკუთრებით საბჭოთა საქართველოში რეპრესიებს სწავლობს და რეპრესირებულთა საკმაოდ მცირე ეს არ არის დიდი მემუარული ლიტერატურა, რომელიც ჩვენ გვაქვს, მაგრამ მაინც რასაკვირველია, მნიშვნელოვანია და გვაქვს. ამ მემუარულ ლიტერატურას დაუკვირდება, აღმოაჩენს ერთ რამეს, რომ დაპატიმრებულებმა ძალიან კარგად იცოდნენ, უკვე ციხეში იყო ეს ინფორმაცია და წინასწარი დაპატიმრების იზოლატორში, ვინ როგორი ჩეკისტი იყო, ანუ ვინ სასტიკად სცემდა, ვინ ნაკლებ სასტიკად სცემდა. აბსოლუტურად ყველას ეშინოდა და წყევლა იყო დაპატიმრებულებისათვის, თუ მოხდებოდა რამდენიმე ჩეკისტთან, ესენი იყვნენ ხაზანი, სავიცკი, კრიმიანი, ფაჩულია და ასე შემდგომ. და მე დღეს მინდა ზუსტად ერთ-ერთ მათგანზე ხაზანზე გელაპარაკოთ. ეს ალექსანდრე სოლომონისძე ხაზანი ახალგაზრდა კაცი იყო ამ პერიოდის დროს 1906 წელს არის დაბადებული, ანუ 1927 წელს გამოდის 1931 წლის. იმ პერიოდისთვის საკმაოდ მაღალი თანამდებობა უჭირავს, ის არის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის პირველი სპეცგანყოფილების უფროსი, უმცროსი ლეიტენანტი. ეს უმცროსი ლეიტენანტი დღევანდელი განზომილებით არ უნდა გავზომოთ, მაშინ ეს საკმაოდ მაღალი ჩინია სამხედრო და ესეთი თანამდებობა უჭირავს. ეს სამეული ცნობილი არის იმით, რომ არიან ძალიან დაუნდობლები, მათთან გადაჭარბებით ასრულებენ მათზე დაკისრებულ გეგმას, ანუ ეს ნიშნავს, რომ იმაზე მეტ ადამიანს აპატიმრებენ, ვიდრე გეგმით ეკუთვნით და რაც მნიშვნელოვანია არის, რომ ცნობილები არიან იმით, რომ ძალიან სწრაფად ღებულობენ აღიარებით ჩვენებას, იმიტომ რომ ასევე არაადამიანურად ექცევიან დაპატიმრებულებს. ხაზანის შემთხვევაში ეს ხაზანი შედის აი ამ სამეულში, რომლებიც ესე დადიან, ხანდახან ცნობილია, რომ ესენი შედიოდნენ და დანარჩენებს ეხმარებოდნენ სემაში, როდესაც ის გამომძიებელი ვერ ახერხებდა ამა თუ იმ ადამიანის ცემას და აღიარებითი ჩვენების მოპოვებას. და აი ესეთ ადამიანს, ალექსანდრ სამუელისძე ხაზანს 1938 წლის 2 თებერვალს გამომძიებელი ქერქაძე დააპატიმრებს. ალექსანდრ სამუელისძე ხაზანს 1938 წლის 2 თებერვალს აპატიმრებენ, საკმაოდ მძიმე ბრალდებით, რომ მან გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, ბოროტად გამოიყენა ის და საფრთხე შეუქმნა საბჭოთა სამშობლოს. მისი დაპატიმრება როგორც წესი, სტრუქტურა ესეთი იყო, რომ თუ შინსახკომის მაღალჩინოსანს აპატიმრებდნენ, ეს მხოლოდ და მხოლოდ შეიძლებოდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის გადაწყვეტილებით, თან ამ კომისარს ეს უნდა ეცნობებინა აუცილებლად მოსკოვისათვის, იმიტომ რომ აი ამ ჩეკისტების გერბზე იყო რა მახვილი და ფარი კომუნისტური ბოლშევიკური პარტიის. ანუ გამოდის, რომ პარტია ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოში შენ აპატიმრებ ადამიანს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის, ამიტომ მათი დაპატიმრება ესეთი მარტივი არ იყო. ეს იერარქიული კიბე აუცილებლად უნდა დაცულიყო. და სერგო გოგლიძე, რომელიც შინსახკომია, ანუ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარია, მოსკოვს ესე აკურატულად წერს, რომ როდესაც ჩვენ დავიწყეთ ბრძოლა 37 წელს ტროცკისტებისა და ყველა რჯულის უცხო აგენტების წინააღმდეგ, მე მივეცი განკარგულება ჩვენს თანამშრომლებს, რომ დაჩქარებული წესით ეწარმოებინათ გამოძიება, მაგრამ ესეთმა ადამიანებმა, როგორიც არის ხაზანი, ეს სხვაგვარად გამოიყენა მის აი ამ დაპატიმრების დროს აღმოჩნდა, რომ ისე იმგვარად აწარმოებდა გამოძიებას, რომ ძალიან ბევრი წესიერი პარტიული ადამიანი იქნა ჩართული პარტიული ადამიანის წინააღმდეგ ხელოვნურად უნდოდა კომპრომატების შექმნა. ეს რას ნიშნავს? ეხლა ადამიანურ ენაზე რო განმარტოთ, იმიტომ ეს დოკუმენტებში რაც იწერება, ამის უკან სხვა რამეა. ეს ხაზანი და ესენი რო სცემდნენ ამ ადამიანებს, ხშირად დაპატიმრებული ადამიანი ამბობდა, რომ მე კონტრრევოლუციურ ჯგუფში ჩამაბა ან კონტაქტი მქონდა და ჩამოთვლიდა ნახევარ პოლიტიკურ ან პარტიულ ელიტას. ამიტომ მე ჩეკისტებს უწევდათ საკმაოდ დიდი ჯაფა ედგათ. ყველა დაეპატიმრებინა თუ ვიღაცების სეგრეგაცია მოეხდინა და ხაზანი რადგან გამორჩეული იყო სისასტიკით, შესაბამისად მასთან ყველაზე ბევრი ესეთი ჩვენება იყო დაგროვებული, რაც უკვე საფრთხეს უქმნიდა თვითონ აი ამ სისტემასაც, იმიტომ რომ იყო შემთხვევები ერთ-ერთმა დაპატიმრებულმა თქვა, რომ კონტრრევოლუციურ ჯგუფში შალვაწერეთელმა ჩამაბაო და შალვაწერეთელი იყო საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მილიციის უფროსი. და კიდევ პარტიული წევრებზეც ამბობდა. ანუ ეს რეპრესიები გასაგებია რეპრესიებად, მაგრამ იქაც თავისი ზღვარი უნდა დაიცვა, ვისაც არ ეხება, იმას არ უნდა შეეხოს. ამიტომ ხაზანი დაიჭირეს 2 თებერვალს და მის წინააღმდეგ იწყება ესეთი დიდი გამოსაგამოძიებო პროცესი, მაგრამ ხაზანი 2 თებერვალს რო დაიჭირეს, ხაზანმა აგრეთვე იმ წუთასვე მიწერა წერილი გოგლიძეს შინსახკომს და უთხრა, რომ ეხლა ტყვიას დავიხლი შუბლშიო, იარაღს თუ მომცემთ, იმიტომ რომ შეურაცხყოფილად გრძნობ თავს, როგორ მე რომელიც ადამიანი ესე ჩაბურთული ვარ ამ შპიონაჟთან, კონტრრევოლუციასთან, ტროცკისთან ბრძოლაში, როგორ შეიძლება მე დამაპატიმრო საბჭოთა სახელმწიფო. მე შეურაცხყოფილი ვარ ამ ყველაფრით და აქ ჩნდება ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელსაც შემდგომში უკვე თავად გოგლიძე მოითხოვს 20 წლის მერე თითქმის ლავრენტი ბერიაც და დანარჩენებიც ყველა დაპატიმრებული სთხოვს შინსახკომს პირად შეხვედრას. ანუ გთხოვთ შემხვდეთ პირადად, რომ განგიმარტოთ, რომ მე ვარ ნამდვილი საბჭოთა მოქალაქე. როგორც ეს გთხოვთ პირადად შემხვდეთ ნიშნავს, რომ დამთავრებულია ამბავი. რასაკვირველია, გოგლიძე ხაზანთან პირად შეხვედრას არ აპირებდა და გამომძიებელმა ქერქაძემ უკვე ჩაიბარა თავად ხაზანის საქმე და განაგრძო ძიება. ხაზანი რატო დაიჭირეს? ეს არის ძალიან საინტერესო. ხო, ნუ პირველ რიგში შიდა დაპირისპირებები, რაც არის ამ NKVD-ში ორ კლანს შორის, განსაკუთრებით საქართველოში ეს არის ერთი, შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის სერგო დავლიანიძის დაჯგუფება, მეორე ეს არის ბოგდან ქოპულოვის დაჯგუფება, რომლებიც ერთმანეთთან ვერ ძოვენ, ვერ არიან კარგად და მუდმივად ცდილობენ ერთმანეთზე რაღაც კომპრომატების შეგროვებასა და ასე ვთქვათ იმის დადებას, კვანტის, რომ კარიერულად წინ ვერ წავიდნენ და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ხაზანმა როგორც ჩანს რეპრესიების დროს გადაამეტა შიდა სტრუქტურულ ეთიკას, იმიტომ რომ ჩეკისტების ეთიკა არის შემდეგნაირი, რომ მან არ უნდა უფროსის ერთგული უნდა იყოს და ჩეკისტის ტყავი არ უნდა დაგლიჩოს. ეს არის მთელი სტრუქტურის ფილოსოფია, თუ გინდა დიდხანს გაძლო, აი დაახლოებით ის რასაც ამბობენ ძაღლზე, ხო, ძაღლმა ძაღლის ტყავი არ უნდა დაგლიჩოს და უფროსის ერთგული უნდა იყოს. ეს არის
30-იანი წლების შინსახკომის მთელი ლოგიკა და ეს ლოგიკა დაარღვია ხაზანმა, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ ხაზანი იქექებოდა კარტოტეკაში და კარტოტეკაში ეძებდა კომპრომატებს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის თანამშრომლებს. ეს კარტოტეკა დიდი ოხერი რამეა 30-იან წლებში. ეხლა დღევანდელ რეალობაში ჩვენ გათამამებულები ვართ ამ სოციალური ქსელებით და ტექნოლოგიებით და კომპიუტერული მეცნიერებებით და ასე შემდეგ, ამიტომ კლავიატურაზე ხდება ყველაფერი და ინფორმაცია ბევრი რამე საჯაროა და მოიპოვება და ბაზებია ცნობილი და ასე შემდეგ და 30-იან წლებში შინსახკომს ჰქონდა კარტოტეკა. ეს კარტოტეკა იყო თითქმის ყველა ადამიანზე. ყოველ შემთხვევაში პასპორტს რო აიღებდა ადამიანი, რასაკვირველია, მასზე უკვე კარტოტეკა არსებობდა. მაგრამ ამ კარტოტეკაში კიდევ ეწერა ის, რაც 27-38 წლებში ყოველთვის შეგეძლო ადამიანის წინააღმდეგ გამოგეყენებინა კომპრომატად და როგორც ჩანს, ეს ხაზანი ჩუმად თავის თანამშრომლებზე ამ კარტოტეკებს აგროვებდა და იბრძოდა შიგნით აი ამ დაჯგუფებას შორის, რომ კარიერულად წინ წასულიყო, მაგრამ ვერ გათვალა, როგორც მსგავსი ადამიანებს ემართებათ ხოლმე ესეთ ჩახორულ სივრცეში და ის დააპატიმრეს ზუსტად მისავე თანამშრომლებმა. დაკითხვების დროს ხაზანს რა თქმა უნდა ბრალად უყენებენ, რომ აი შენ როგორ დაარღვე სოციალისტური წესრიგი, რატო სცემე, ასე შემდეგ. ხაზანი თავიდან ძალიან ისე დგას და ამბობს, რომ არა, მე ეს არ გამიკეთებია. მე როცა მიხვდა, რომ მისი საქმე ვერ იყო მთლად კარგად, ყველაფრის გადაბრალება დაიწყო გოგლიძეზე და მის ზემდგომებზე, რომ მათ დამავალეს დაბა რა უნდა მექნა, სხვანაირად ხო ვერ მოვიქცეოდი და ანუ ამ ლოგიკას აწვევა ბოლომდე. ხაზანს ეს კარტოტეკას ხაზანი კი სხვებზე აგროვებდა, მაგრამ ბევრი რამე ამოუქეკეს ამ კარტოტეკის დროს. მაგალითად ამოუქეკეს ესეთი რამე, რომ მისი ბიძა იყო შანხაის უნივერსიტეტის პროფესორი და ეუბნებია, რომ აი ბიძა შენი რო იყო შანხაის უნივერსიტეტის პროფესორი, იმასთან რა ურთიერთობა გაქვს. ეს დიდი კომპრომატია, იმიტომ რომ მიდი და ამტკიცე, რომ შენ ურთიერთობა არ გაქვს ამ ბიძასთან. ანუ ხაზანი ცდილობს როგორღაც დაამტკიცოს, რომ არა აქვს ეს ურთიერთობა ბიძასთან, რომ არანაირ კავშირში ამ ბიძასთან არასდროს არ იყო და რომ ის ერთგული ჩეკისტია და ასე შემდეგ. თვითონ სამწუხაროდ ეს ხაზანის საქმე არ არის ესეთი თვითონ ეს ძიების პროცესი, ესეთი მნიშვნელოვანი, მალე მთავრდება პატარა საქმე მოცულობითად, მაგრამ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხაზანს არ ხრეტენ, ხაზანს გადასახლებაში უშვებენ. მერე მისი კვალი იკარგება, სამწუხაროდ ბოლომდე არ ვიცით. ბევრი ესეთი ჩეკისტი მეორე მსოფლიო ომის დროს, მე მგონი ადრე ვთქვი, არ მახსოვს, შეიძლება თუ ვთქვი, გავიმეორებ, თუ არ ვთქვი და ეხლა ვიტყვი, როდესაც ესეთი ჩეკისტები იყვნენ შრომაგასწორების კოლონიებში ან ციხეებში, მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა ხელისუფლებამ ესენი გაანთავისუფლა ბევრი მათგანი, იმიტომ რომ მაინც სისტემაში ნამუშევარი ხალხი იყვნენ, ორგანიზაციული გამოცდილება ჰქონდათ, ქაღალდების წარმოება იცოდნენ და უცებ გაუშვეს ფრონტზე. და უფრო მეტის დააწინაურეს ოფიცრებად წავიდნენ და არა ეს ეგრეთ წოდებული შტრაფბატებში, რომლებიც არ იყო სასიამოვნო. ჩვენ არ ვიცით ეს ხაზანი რა ბედი ეწია, ფაქტია ერთია, რომ ხაზანმა ესე მერე ქრება და მერე უცებ ხაზანი წერს წიგნს და მუშაობს უკვე მოსკოვში, როგორ აღზარდოთ კომუნისტური ახალგაზრდობა და ასე შემდგომ. ხაზანი მე არავის არ გახსენებია, ეხლა ისტორიკოსებს ვიხსენებთ ხოლმე და ვატივტივებთ ესეთ ადამიანებს, იმიტომ რომ სისტემაში ხაზანი აღარ იყო მნიშვნელოვანი, იქ უკვე ხაზანის ადგილი სხვებმა დაიკავეს, მაგრამ თვითონ აი ამ 37 რეპრესიებზე როდესაც ვსაუბრობთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ერთი მხრივ რა ბრძანებაა, მეორე ეს ბრძანება როგორ ჩამოდის ცენტრამდე, რა თქმა უნდა, როგორ წაიკითხავენ ამას გამომძიებლები, იმიტომ რომ ეს გამომძიებლები როგორც წესი მაშინ დიდი ინტელექტუალური წიაღსვლებით არ გამოირჩეოდნენ და რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს ეს გამომძიებელი რამდენად შეძლებს სისტემაში ადაპტირებას. აი ხაზანი კლასიკური მაგალითია იმისა, რომ თუ სავიცკიმ და კრიმიანმა ვისთანაც ერთადაც ეს მოქმედებდა, შემდგომში ბრწყინვალე კარიერა გაიკეთეს და ბერიას სიკვდილამდე ისინი ძალიან დაწინაურებულები იყვნენ. მისი კარიერა დაახლოებით 16 წლით, 17 წლით ადრე შეწყდა, იმიტომ რომ დაარღვია ის შიდა დაუწერელი კანონები, რომლის მიხედვითაც ეს სისტემა მუშაობს. დღეს ხაზანზე ამით დავასრულოთ
სამწუხაროდ არ ვიცი როდის გარდაიცვალა, არც ფოტო ვიცი, როგორც გითხარით, არც ოჯახური მდგომარეობა, თუ რამე ახალი გამოჩნდება შეიძლება მოგვიანებით მივამატოთ, მაგრამ ამ ეტაპზე არის ის, რაც ვიცით და ამის მერე კიდევ რამდენიმე ჩეკისზე გავაკეთებთ, უბრალოდ სხვადასხვა კუთხით, რომ უფრო საინტერესო გახდეს ჩვენი საუბრები და ჩვენი მსმენელის ინტერესსაც ამით იმედია მეტნაკლებად დავაკმაყოფილებთ.